სასიკვდილო რბოლა დაიწყო. ჩვენ გვეყოლება 6 მანქანა, რომელსაც ექნებათ განსხვავებული სუპერძალები. ანუ გამოდის, რომ გვეყოლება 6 მონაწილე, შევარჩევთ 6 გამომწერს. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. 6 გამომწერიდან ერთი გამარჯვებული მიიღებს თავარ ივენტში მონაწილეობას. შენ აუცილებელი არ არის რომ მართვა იცოდე მანქანის, აუცილებელი არის ის მხოლოდ რომ არხი ქონდეს გამოწერილი. ხოლო ვინ იქნება დარჩენილი 5 მონაწილე? 5 იუთუბერი, თქვენთვის საყვარელი იუთუბერები, ერთ ავტომობილში შეიძლება რომ 2 იუთუბერი ჩაჯდეს, ოღონდ მხოლოდ ერთი არხიდან. სულ იქნება 6 ვიდეო. თითო ვიდეოში ნახავთ თითო იუთუბერს, ასევე იმ ვიდეოში ნახავთ პროექტს, მანქანა როგორ გამზადება, რა სუპერძალა ექნება, რა შესაძლებლობები ექნება, ყველაფერი გაიტესტება, რომ მზად იყოს თვითონ იუთუბერი და მანქანაც რბოლისთვის თავარ ივენტზე რომ გვანახოს რა შეუძლია, ასე რომ შემდეგ ვიდეოში დავურეკავთ იუთუბერს და გავაგებინებთ რომ თვითონ უნდა მართოს ეს მანქანა, უნდა მიიღოს ბოლოში მონაწილეობა. ვიდეოებიდან გაიგებენ, რომელს რა მანქანა შეხვდება და რა სუპერძალა. შეიძლება თვითონ იუთუბერმაც გვირჩიოს, რომ მე ეს სუპერძალა მინდა და ეს უნდა გამოვიყენო, მაგრამ ვეცდებით, რომ ყველანაირად შეურჩიოთ და მოვარგოთ მათ სუპერძალები. შეგვიძლია თქვენს დაწეროთ, ივარაუდოთ, ვინ იქნება, რომელი იუთუბერი იქნება, მოგზაური, პოდკასტერი, სტრიმერი. დაველოდოთ ვიდეოებს და გაზაფხულამდე გვაქვს 5 თვე, სანამ თავარი ივენტი იქნება. და ყველაფერს ეტაპობრივად გაიგებთ. აქ წარმოდგენილია ჩამოწერილი მანქანები, რომელსაც არ აქვს უფლება, რომ ქალაქში გადაადგილდნენ. არხით წარმოდგენილია სპორტული საინფორმაციო პორტალი კროკოჯი, ასევე ჩვენი პარტნიორი ელფი, ამ ნახევარ მანქანებში ელფ ჩავასხავთ, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი გაგვიზრდოს. მიმართავ კომპანიებს, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ არხის პარტნიორი, ასევე გახდეთ ამ პროექტის მონაწილე. თქვენი დაბრენდილი მანქანა ყავდეთ, ბარიერები რაც იქნება თვითონ გზაზე, თქვენი დაბრენდილი ბარიერები იყოს და თქვენ თვითონვე მოიფიქროთ. ამისთვის საჭიროა რომ გამოვაგზავნოთ შეთავაზება შალიკა პროექტზე, ჩვენ განვიხილავთ და აუცილებლად დაგიკავშირდეთ. მონაწილეებს ექნებათ გასავლელი გზა, მთავარი მიზანი იქნება რომ მალე დააფინიშონ, გზაში რაც უნდათ ისქნან, დაამტვრინონ ერთმანეთი, თავის სუპერძალები გამოიყენონ, ესროლონ ერთმანეთს, რავი, რაც გაუხარდებათ, მაგრამ მაინც გაუთვალისწინებელი შემთხვევა რომ არ მოხდეს, ამისთვის გზაზე გვეყოლება შერიფი, შერიფს ექნება იმაზე მეტი უფლებები, რასაც უნდა იმას გააკეთებს. შერიფიც არის, safety car-იც არის. ლევანის ვის არ დაემორჩილება, უკვე ლევანი გადაწყვიტავს თვითონ რას უზავს მაგას. პირველი მანქანა იქნება, რომელსაც გადავცემთ იუთუბერს და თან გაუკეთებთ სუპერძალებს. არა, ეს არ გვინდა. პატარა სპოილერი გამოგვივიდა. მოდი, ეს არა და იყოს ეს. აი ესე გადავხდი. ეს იქნება Death Race-ის მანქანა და პირველ ვიდეოს ნახავთ ამ მანქანაზე. რა? არა. ეს მანქანას დაისვა, არა უშავ. არა, ის დაბლარე. ხო. მე ვიზამაგდეს. კაი. არ დაგინახიათ. კაი, არ დაგინახიათ. სამი მანქანა ვაჩვენეთ? ეგრე გამოვიდა. არა. კაი. იყო სამი მანქანა, მაგრამ პირველი მანქანა იქნება ეს მანქანა. Yep, that's me. You're probably wondering how I ended up in this situation.
Well, it all started when კი. ავდივარ. Sure. Murchak, you know. ბევრის გადაღება გვინდოდა, მაგრამ არაფერია შო. ბევრი ვიფიქრეთ, სად ჩაგვეტარებინა სასიკვდილო რბოლა. ეხლა შემოვედით ტყეში, გრუნტოვკაზე, ფრეშიან ადგილებში. შედეგს ნახედავთ თქვენ, რომ მანქანამ ვერ გაუძლო. მიტოვებული ქარხნები იყო, ვარიანტი იყო, რეგიონები, დაკეტილი ტერიტორიები, პატარა ოფროუდ მონაკვეთები, მაგრამ ფაქტია რომ მანქანა ვერ უძვეს და მთავარი აზრი ის რომ თვითონ მაყურებელი და ვინც ჩამოვიდოდა მონაწილეები, იუთუბერები, გამომწერები, ყველანი კომფორტულად ყოფილიყვნენ. საბოლოოდ არჩევანი გავაკეთეთ ადგილზე, რომელიც თქვენთვის ყოველთვის ნაცნობია, ახლოსაა და კომფორტული გარემოა. ეხლა გადავიდეთ თვითონ იმ ადგილზე და განახებთ და დეტალურად აგიხსნით ყველაფერს. სუპერძალების დაგვიწერეთ, თქვენ თუ გაქვთ იდეა, რა შეიძლება, ვიცი რომ ყველას ფორსაჟი გაქვთ ნანახი და სასიკვდილო რბოლები. კინოებში რაც ხდება, ჩვენ ცოტა გაგვიჭირდება, მაგრამ ვეცდებით რომ რამე ისეთი იყოს, რაც თვითონ იუთუბერს ხელს შეუწყობს, რომ სხვებს წინაღობები შეუქმნას. ეხლა უშუალოდ გადავიდეთ უკვე საბოლოო მონაკვეთზე და აგიხსნით დეტალებში რას გავაკეთებთ. გასაპირე ბიჭო დაჩდია რა კულტურა მოსლებები მექნება ყველაფერი იმათ ყველაფერი აქვს და იმათზე გაქვს შენ კიდე ყველაფერი რაც გინდა ის ქენი თუ გინდა ყოსა ვინც არ დაგევასება უთხარი რომ გადააყენი გადამოწმების მიზნით
გადამოწმები შუარბოლის დროს გააჩერე და სერიოზულად დაღმართი ჩავდა. ჩავაბერი. აუ, ბაზარია და თემა რა არის, იცი? Safety car-იც ხარ. შეხვი ვასება safety car. ფორმულა რამე. შეიძლება შუარბოლაზე შეხვი რაღაცა თუ არ მოგეწონება და გაჩერდე. შენი გასწრების უფლება არ აქვს. შერიფის დამხმარე გინდა? ვინმე ისეთი. დაფასები და თახო. იაღი მიხნა. იაღი გექნება მირი. იაღი რა თქინებს. პეინტბოლის იაღს მოცე მე. ვინმე თუ არ დაგემორჩილება დაუშვი. დაუშვი. თუ სუდათ მოიქცევი შეიძლება ის შერიფის მანქანა ჩამოგართვა და გოლფის მანქანით გაგიჩვა და მე რამე რაღაც დაგემორჩილება. მე ჩემპიონატობას დავკარგავ. უგები იქნება, ფინიში იქნება, რაღაც 10 წრე იქნება, სულ იქნება 3 რბო. 3 ეტაპი. 3 ეტაპი იქნება, ოღონდ ერთ დღეს რა. რაღაც მომენტში ერთ ეტაპზე გუნდებად გაიყოფიან და იმ გუნდებში გუნდურ ქულას აიღებენ და მე თემობაში ინდივიდუალური ქულა იგებს. ისე პრიზები გაიზრდება და გაიზრდება. ვინც ჩვენი არხის სპონსორი იქნება და თვითონ ამ პროექტის სპონსორი იქნება, აუცილებელია და ვალდებულია, რომ პრიზი დატოს. საბავშვო სივრცეებიც გვექნება, რომ ამ ოჯახთან ერთად ჩამოვიდეს და კაი საღამო გაატაროს. მარტო ის რომ აი ვინ მოიგებს ბოლოს ეგეთი რამე არ იქნება. მაგრამ თავარი რა თქმა უნდა ეს იქნება, იმიტომ რომ კულმინაციური მომენტი. და საღამოს ბოლოს გააფორმებს DJ. ამ იდეა გაქვს. ტიტველი გოგოები. ტიტველი გოგოები არ იქნებიან და ახალა გირეკავ და კაგრას და აი მას ჩემთვის არ ვიცახი მაყურებელზე. აი მას კობულა ის ჯასვი რა ერთი ჩვენი ზმა რა დღეშია რა. იმას და ინტერესებს მე ძალიან მაინტერესებს ეს ისე. სუპერ ძალები რა. ბიჭო სუპერ ძალები აი როგორ ფიქრობთ იცი იუთუბერი აი თემატურად რომ მაგას დააჯდეს. ახლა მაგალითად არ ვიტყვი რომელს, იმიტომ რომ 3 მანქანა დავატყუილებ. ინა შენ მანქანასაც სუპერ ძალა გაქვს. აბა. იარაღი გექნება პეინბოლის ან რაღაცა ის. რას ხვდება? ეს არა ცეცხლიანი. არა. ცეცხლიანი. ცეცხლიანი თამაში დაიწყო. ივენთი გაიმართება რუსთავში, ჩვენ ავტოდრომზე. ეს პადოკი, რასაც ჩვენ პადოკს ვეძახით, ეს გაშლის სივრცე, ორად გაიყოფა. აქეთა მხარეს, მოდი მარჯვენა მხარე დავარქვათ, შემოსასვლელის მხარე. მანდ იქნება ფუდკორტი, სადაც იქნება ბევრი ჩვენი პარტნიორის ფასტფუდები, სენდვიჩები, ბურგერები. თავარი, ივენთი დაიწყება 6 საათზე, საღამოს, განათებული იქნება, დამატებით განათებებს მოვიტანთ. რომ მეტი ექშენი იყოს, საღამო იყოს, მზემართ შეგაწუხოთ, სიცხე იქნება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დაახლოებით გაზაფხულის ბოლო, ზაფხულის დასაწყისში იქნება ეგ ივენთი და რომელიღაცა ვიდეოში მაგას დავაანონსებ, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ იქნება კაი ამინდი. ასევე იქნება ჩვენი YouTube პროექტების გამოფენა, სხვადასხვა მაგარ მანქანებსაც ჩამოვიყვანთ, ოლდსკულ მანქანებს, ახალ თანამედროვე ძალიან მაგარ მანქანებს, რითაც თქვენს გაგაკვირვებთ და სიამოვნებით სურათებსაც გადაიღებთ. ეხლა რა შეეხება მეორე მხარეს, აქეთ აი იმ შენობაში იქნებიან ჩვენი მოწვეული იუთუბერები, სადაც მომზადებას გაივლიან. ბოლა გვაქვს ესე გათვლილი, რომ პირველი ბოლა იქნება 6 საათზე, მეორე ბოლა იქნება 8 საათზე და მესამე დასკვნითი ბოლა იქნება 10 საათზე. მაგრამ ამ შუალედებში იქნება დრიფტი, იქნება მოტოშოუ, ბევრი გართობა, მაყურებლები ვით ჩამოსული იქნებით აქ. რა თქმა უნდა, იმათაც ექნება საშუალება, რომ თვითონაც შეიძლება დრიფტში ჩავსვათ, ან ბევრი აქტივობა იქნება, რომ ან ყველა ვიქნებით მაგაში ჩართული. მინდა რომ გაკეთდეს წლის საუკეთესო ივენთი 2026 წელს, სადაც ყველა მაგრა გავერთობით, არ იქნება მარტო იმაზე აქცენტი, რომ რომელი იუთუბერი მოიგებს ან რომელი გამომწერი მოიგებს. თვითონ შეჯიბს რაც შეეხება 6 მონაწილე კვალიფიკაციას გაივლის, კვალიფიკაციის მიხედვით დაალაგდებიან. სიჩქარე არ იქნება ძალიან დიდი, იმიტომ რომ დაბრკოლებები იქნება, დაბრკოლებები უნდა გადალახონ, რაღაც წვრილი გასაძრომები, გადასასვლელები. ჩვენ პარტნიორებს ექნებათ საშუალება რომ მოაწყონ სპეციალური მონაკვეთები. პირველი ბოლის შემდეგ შეგიძლია შეხვიდე, შენი მანქანა გადაამზადო, რაღაცები გაუკეთო, თუ რაღაცები გაგფიშტო, შეგიმზადებენ შენი მანქანას, ოღონდ ისე არ უნდა დააზიანო შენი მანქანა, რომ გაკეთებადი არ იყოს, ასე რომ რაღაც დონეზე მანქანას უნდა გაუფრთხილდე, მაგრამ მანქანები ისე იქნება აწყობილი, რომ ჩვენ გვინდა რომ მეტი დაჯახება იყოს ერთმანეთზე. სუპერ ძალების განახლებაც მოხდება, იმიტომ რომ სუპერ ძალა შეიძლება მანქანას ისეთი კონდეს, რომ ერთხელ რომ გამოიყენოს მეტი საშუალება აღარ მიეცეს, ამიტომ დაიტენება
და მეორე რბოლაზე კიდე შეუძლია რომ სუპერძალა გამოიყენოს. ასევე რბოლაზე მოხდება ისეთი რაღაცეები, რასაც ჩვენი მონაწილეები არ ელოდებიან, მაგას არც ვიტყვით, იმიტომ რომ გარწმუნებული ყველა ნახავს ამ ვიდეოს და მოემზადებიან. ივენს რა თქმა უნდა ეყოლება წამყვანი, მე არ ვიქნები წამყვანი. შერიფი ყავს, მონაწილეები ყავს, მაყურებლები იქნებით. დასწრება რა თქმა უნდა უფასოა, რაც შეიძლება მეტი ხალხი უნდა მოხვიდეს, ვისაც ინტერესი გაქვთ. გარემო ატმოსფერო ისეთი იქნება, რომ რა თქმა უნდა ისე გავაკეთებთ, რომ ოჯახებთან ერთად მოხვიდეთ, მეგობრებთან ერთად მოხვიდეთ და გაერთოთ რაც შეიძლება და მთლიანად დაიხარჯოთ. გამომწერებზე მინდა ცოტა ცლად გითხრათ. 6 გამომწერს ავარჩევთ. სანამ თავარი ივენთი იქნება და სანამ მე-6 ვიდეო დაიდება, იქამდე ამ 6 გამომწერს შევაჯიბრებთ. ეს 6 მონაწილე სხვა შეჯიბრსივლიან და ეგაც ვიდეოში იქნება, აი მე-6 ვიდეოში და ვინც გაიმარჯვებს, ის იქნება ივენთზე. გამომწერებს რაც შეეხება ასევე ჩვენი არხის პარტნიორი კროკო გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავთამაშოთ 5 ვაუჩერი კროკოშოპზე, 5 100-ლარიანი ვაუჩერი. ამ ვიდეოს კომენტარებიდან ნებისმიერი კომენტარი რენდომაიზერით ავარჩევთ 5 კომენტარს და 5-ს გადავწევთ 100-ლარიან ვაუჩერებს. ისიც რომ ჩვენი არხის პარტნიორი არის ელფი, პირველი პროექტი სასაც დავდებთ. ელფმა გამოთქვა სურვილი, რომ პროექტშიც მიიღოს მონაწილეობა და დაიბრენდება ელფით. ასე რომ სუპერძალები ელფი ზეთი შიგნით ნახოთ რა მანქანა იქნება. არ გაჩერდება ივენთი, არ იქნება ის რაღაც შეჩერებები გვექნება, როგორც გითხარით, რომ სულ რაღაცა მოხდება. პატარა დრიფტის მანქანებიც გვეყოლება. ეხლა წამო გადავიდეთ, იქ GM-ში ჩამოგვივიდა დრიფტის მანქანები და შემდეგი კვირიდან მაგრამ ეს ვიდეო რო დაიდება უკვე გაყიდვაში იქნება და შეიძლება GM-ის გვერდზე მიიწეროთ უკვე და შეიძინოთ. ეხლა წავალ გავტესტავ, ჯერ არც გავიხსნით რა. წამო ეხლა ყუთები გავხსნათ და ნახოთ. Japan, Ichiban, jump around, Chirano de Ban, Teriyaki boys in the place to be. Me said the original VIP. Many diamonds dangling. Bag full of money, we strangling. Hate me, fry me, bake me, try me. All the above, cause you can't get in. I don't want no problem. Because me professional. Make you shake your kettle, thank you. Haters take it personal. Like a canada. ძალიან შევყევით ამებით გართობას, პატარა დრიფტ კარტებით. ძალიან გადაუხვიეთ თემას, მაგრამ ძალიან ასწორებს ესაც. იმის თქმა მინდა, რომ თვითონ დესრეისე ბევრი გასართობი დაგხვდებათ. ეტაპობრივად განახებთ. რეები იქნება პადოქზე. პადოქი განათებულია და კიდე სამჯერ უფრო გავანათებთ. საუკეთესო 2026 წლის ივენთი გველოდება. არ გამოტოვოთ, გამოიწერეთ ამისთვის არხი, რომ თქვენც იყოთ ამის მონაწილე.